რამდენი დაცულია საქართველოში ქალი ძალადობრივი შემთხვევებისგან მესამე სექტორს პრევენციის კუთხით მთავრობის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ცვლილებების განგებ-გაჭიანურებაზე საუბრობენ. უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა ეგრეთ წოდებული სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ქალთა ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებს მოიცავს. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კოორდინატორი ძალადობის მსხვერპლი ქალების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობს. ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავშესაფარში 5 ქალია, რომლებიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამირეჯიბი იხსენებს ბოლო ყველაზე მძიმე შემთხვევასაც, როდესაც თავშესაფარში ორსული გოგო მივიდა. შენთან შულს არარეგისტრირებული ურთიერთობის შედეგად ის გამოცეყო გაქრებული საკუთარი ოჯახიდან უგულებელყოფილი და უარყოფილი იყო თავისი პარტნერისაგან და ტვირთი ამ ფერმძიმობის მომავალი ბავშვის გაზრდის ფაქტიურად თავის თავზე ჰქონდა აღებული. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს. მოხდეს სტამბოლის კონვენციის დროული რატიფიცირება, როგორც ქალთა ძალადობის შემცირების მექანიზმი. მრგვალი მაგიდის ფარგლებში კოალიცია თანასწორობისთვის დღეს მსჯელობდა თუ როგორ უნდა დაჩქარდეს საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახური დანაშაულისგან. მთელი რიგი მიმართულებებით სახელმწიფო ვერ არის ეფექტური ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში და ვერ ებრძვის ეფექტურად მათ შორის ოჯახში ძალადობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ დოკუმენტის რატიფიცირება. მაშინდელი დანადგარები, რომელიც დღესაც არ შესრულებულა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გადაგზავნა პარლამენტში და ამით, ესე ვთქვათ, დასრულება ამ პროცესის. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით უკვე შემუშავებულია ცვლილებათა პაკეტი 20-მდე საკანონმდებლო აქტში, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, სამართლებრივი მექანიზმები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისათვის ცვლილებები 20-მდე საკანონმდებლო აქტში. და უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები ჩამოყალიბების ვალდებულება. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ზოგადად ეს პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და აუცილებელი არის მით უმეტეს პარლამენტს აქვს გენდერული საბჭო და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგი ეტაპი სტრატეგიის შემუშავებაა, თუ რა გზებით უნდა მოხდეს ქალების ეფექტური დაცვა. სტამბოლის კონვენცია 2011 წლის 7 მაისს იქნა მიღებული. კონვენცია ერთიანი მექანიზმის შემუშავებას გულისხმობს, რომელიც დაიცავს ქალებს ოჯახის დანაშაულისგან. საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჯერჯერობით ვერ დაამტკიცა.